მშავალი აბანო-ომალის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს საავტომობილო გზების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მონაკვეთს. ეს გზა გამორჩეულია იმით, რომ თუშეთის რეგიონის ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება არის. ეს საავტომობილო გზა ამავდროულად გამოირჩევა იმით, რომ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რთული აბანოს უღელტეხილზე გადადის. აღნიშნული საავტომობილო გზა შედგება 8 ლოდისგან, ჯამში 72 კილომეტრისგან. ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს 5 ლოდზე, 53 კილომეტრზე. სახელშეკრულებო ღირებულება მოიცავს 74 მილიონს. ამჟამად უკვე შესრულებულია 30 მილიონის სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია ასფალტო-ბეტონის, ცემენტო-ბეტონის გზის მოწყობა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე გათვალისწინებელია პარაპეტების დალაგება, ამავდროულად უსაფრთხოების ნიშნების მოწყობა. აღნიშნული პროექტით მაქსიმალურად გაფართოვდება გზა, რათა განლადობა უსაფრთხო იყოს. აქამდე აღნიშნული გზა წარმოადგენდა საქართველოში ერთ-ერთ საშიშ გზას, თუმცა დღის მდგომარეობით ეს რისკები მაქსიმალურად შემცირებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კიდევ აგრძელებს მუშაობას, რათა უფრო უსაფრთხო გავხადოთ აღნიშნულ გზაზე გადაადგილება, როგორც თუშეთის მოსახლეობისთვის, ამავდროულად აქ ვიზიტორებისთვის.